სასიამოვნოა. ზაზა თუ ზუმბა აქ როგორ მოგმართავ? როგორც გაგიხარდება. აქ ზაზას გეძახია? ზუმბა, ალბათ ზუმბა უნდა დაგიძახო, იმიტომ რომ ჩვენთვის შენ ხარ ზუმბა. ბოდიში შენობით რომ მოგმართავ რაღაცნაირად ახლახან გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ უკვე თითქოს მეგობრები ვართ, ახლობლები ვართ, იმიტომ რომ ბევრი რამ გვაერთიანებს და ამიტომ ვიქნებით 30 მაისს პრინსტონში. კი ბატონო. პირადად თქვენი мотиваცია რა არის, როგორც აი ამ ჯგუფის, რომელიც წარსდგება პრინსტონში ქართული მაყურებლის წინაშე. ჩემი мотиваცია არის ის, რომ ჯერ ერთი უპირველეს ყოვლისა მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას. 11 წელია ამერიკული ცხოვრებით ცხოვრობ და ყველა ქართველის ფიქრი, აზრი, ემოცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ და ამერიკულ პუბლიკასთან ერთობლივად შეხვედრა ნიუ-ჯერსიში. დიდი ხანი აქეთ არ ყოფილ ვარ 2018-ის მერე. ხო და მეც აი განსაკუთრებულად ვემზადები ამისთვის. 2018 წლის შემდეგ დიდი დროა და პრინციპში მონატრებული უნდა ხარ. ის კოსტზე არ ყოფილ ვარ, თორე კი. კალიფორნიაში და იქით მხარეს. იქ თავისთავად. იქ აქტიურობა მაქვს და ძალიან მიხარია. ჩემი მეგობრების დამსახურება არის ის, რომ ვიმყოფები აქ მე დღეს და რეპეტიციის დღე გვაქვს დღეს და ხვალინდელი დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადები. მინდა რომ სიახლეებით წარვადგინო მუსიკალური. ის რასაც ზუმბა აკეთებს, ჩემთვის პირადად არის რაღაცნაირად საქართველოს პრეზენტაცია. ჩემთვის ეს ყველაფერი ჟღერს როგორც ფოლკლორი, როგორც ქართული ხალხური მუსიკა, ხო? აქ როგორ აღიქვამენ ზუმბას შემოქმედებას? აი რა ჟანრია, მაგალითად, როცა გეკითხებიან რა ჟანრში უკრავ, რას პასუხობ? ვახ. მართლა ბედნიერი ვარ და ამაყი ვარ იმითი, რომ ჩემ კულტურას პირადად ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ, ქუჩა-ქუჩა, თამთა, ტყე-ტყე, ღრე-ღრე შევეხე. ეს არ არის ჩემთვის ემიგრაცია, ეს ჩემი სამშობლოა, ასე ვთქვათ, ჩემი ქართული ფესვების ახალი კონტინენტალური ფორმატი არის და ჩემი ქართული სამხმიანობა, ინსტრუმენტები, ჩემი კონცეფცია, აზრი, ჭკუა, გონება, მუსიკალური გემოვნება ამათვის ძალიან საინტერესოა და შემიძლია ვთქვა, რომ უფრო მეტად ქართველი ვარ, ვიდრე საქართველოში ვიყავი ქართველი. არ ვიცი ეს როგორ შეიძლება ჟღერდეს ჩემგან, მაგრამ ხარისხზე მაქვს საუბარი. ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ არქაულ კულტურასთან ფიზიკურად კონკრეტულ ადამიანთან შეხება და შემეკითხონ რაღაცა შეუძლიათ, შემიძლია პასუხი გავცე, შემიძლია ნებისმიერ დონეზე კონცერტი იქნება, ეს ფესტივალი იქნება, საუნივერსიტეტო ლექციები იქნება თუ რაც იქნება. პირადი კონტაქტი წყვიტავს ძალიან ბევრ რამეს რა. ბავშვები მოდიან, საერთოდ არ არიან მუსიკოსები, მაგრამ აინტერესებს, რასაც მე ვუყვები მათ. ამერიკელ ბავშვებს აინტერესებს ქართული კულტურა. და ბედნიერი ვარ ამით, იმიტომ რომ ქართულ ბავშვებსაც უნდა აინტერესებდეს თავისი საკუთარი კულტურა, მაგრამ აი ეს ხიდები, რასაც ჩვენ ერთად ვაშენებთ, რითაც გლობალურ სამყაროს ვეხმიანებით, რომ ჩვენი ეს მრავალსაუკუნოვანი კულტურა ცოცხალია და ეს არ არის მუზეუმის ექსპონატი. აი ფიზიკური ადამიანები ვარსებობთ, ვინც ამას ვატარებთ, მატარებლები ვართ ამის. და ამერიკელ ერს მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმისათვის, რომ უფრო კარგად დამანახა როგორი ქართველი უნდა ვიყო. და უფრო მეტი პასუხისმგებლობა ალბათ შენთვის აქ ყოფნა, როგორც საქართველოს ელჩის, მე ასე ვიტყოდი, ხო? შენ ხარ 엘ჩი, რომელიც წარადგენს საქართველოს, მისი ღირსეული ნაწილით, ხო? აი კულტურით. დიდი შეფასებაა ეს, მაგრამ ასეა. ვცდილობ რომ ვიყო ეს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფუნქცია, რომ ჩემი ყველაზე დიდი მიზანი ამ ქვეყანაზე არის ის, რომ მე ვიყო წარმომადგენელი ცოცხალი კულტურის და არა სამუზეუმო ექსპონატი, თაროდან ჩამოღებული რაღაცა ნოტების თუ ისტორიების თუ ტრადიციების. აი აქ ამ წუთას ხდება ეს ყველაფერი. და
შესაუბრობდი ფესვებზე, ხო, ქართულ ფესვებზე, რომლისთვისაც ახლა გეოგრაფიულად რაღაცა ახალი კულტურული გარემოა, ხო, და რამდენად ნაყოფიერია ეს მიწა შენთვის და რამდენად არის იმის შესაძლებლობა, რომ გაიხაროს ამ ფესვებმა აი აქ ამ გარემოში. მოდი მე სიმართლეს ვიტყვი. ეს არ არის ჩემთვის რა ვიცი მე რამოდენე გასვლა არის ქვეყნიდან დიდი ხნით. და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვიგრძენი ევროპაც, პოლონეთშიც მაქვს მაცხოვრები 5 წელი. შესაბამისად ევროპულმა საზოგადოებამ კარგად დამანახა, როგორი უნდა ვიყო, რა უნდა ვისწავლო ჩემ კულტურაში, როგორ უნდა მივაწოდო მათ. მაგრამ ჩემი აქ ყოფნა ამერიკაში დღეს უფრო მეტად საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ ეს არ არის ემიგრანტული ბაზისი. ეს არ არის დროებითი მოვლენა, ეს არის დედამიწის ქართული კულტურა არის დედამიწის კუთვნილება და ის ხარისხია, რითაც ყველა უნდა იამაყოს. თუ ნამდვილ ჩვენთან თუ გავერკვევით რა არის ქართული, ხო? ის ტრადიციები, კულინარია, ისტორია, ტექნოლოგიები, არქიტექტურა, მუსიკალური ხელოვნება, აი ამით პოეზია, კინო და ასე შემდეგ. ამითი რითაც ჩვენ ვამაყობთ, ეს არის დედამიწის კუთვნილება და მე მიხარია, რომ ერთ-ერთი პატარა აგურის დადება შემიძლია ამ საქმეში. თავმდაბლობაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ერთი არ არის, ბევრი აგურია, რომელიც დაგიდიათ ამ პროცესში და ბოლოს დღეს მაყურებელი მოისმენს ვაშლის გამყიდველს ახალ ვერსიას, ნიუ-იორკულ ვერსიას, რომელიც მე პირველად მოვისმინე და სულ მინდოდა მეკითხა, რაზეა ეს სიმღერა? ვახ. ედუარდ შევარდნაძის მთავრობას ეგონა, რომ ეს იყო პოლიტიკური განაცხადი. ვიღაცას რაღაც ნაწილს ხალხისას ეგონათ, რომ ქუჩის მუსიკოსები აგროვებენ რაღაცა შემოსაწირს და ამით ილჩენენ თავს. 90-იანებს საუბრობ, იმიტომ რომ ჩვენ ხო ქუჩიდან მოვდივართ, ხო და ყველას რაღაცა ეგონა მოკლედ და ეს იყო სიყვარული, ეს იყო პროტესტი, ეს იყო იუმორი უპირველეს ყოვლისა და მუსიკაში გამოხატული დაძაბულობის გარეშე საღი აზრი. საღი აზრი? აი ეს იყო პროტესტი, ვაშლის გამყიდველო. იუმორი. ეს ყველა კომპონენტი გორელებს ეგონათ, რომ ვიღაცამ მაწყენინა, მაგრამ მე ვეუბნებოდი, რომ სამურაბე ვაშლი არ მოდის გორში, ეს დასავლეთის კუთვნილებაა, პატარა ვაშლები. კი. იმერეთში. ხო და. ესე გორელებს არ ეხებათ ეს? არ ეხებათ გორელებს. ხო, კარგი. მე გორელებმა დამაბარეს ეს კითხვა რო იცოდე და ყველაფერი ნათელი გახდა. არა, არანაირად. ყველაზე მეტად შეიძლება ვიამაყო კიდევაც და შეიძლება ცოტა მწყინდეს, იმიტომ რომ ამ სიმღერის 2001 წლის ბოლო არის ამ სიმღერის გამოხატვის ფორმატი რა, პოლონეთთან როცა დავბრუნდი და იცი რა მწყინს რომ კი მიხარია ბავშვები მღერიან და პოპულარულია დღემდე ეს სიმღერა, მაგრამ წარმოიდგინე 2001 წლის მერე ახლა არის 2026 წელი, ესე იგი 25 წელი ჩვენ წრეზე ვტკეპნით ერთი და იგივე ენერგეტიკულ რაღაცა მარაზმს რა, აი არ ვიცი რა. დამპალი ვაშლის ფენომენს ხო და მიხარია რომ უყვართ ჩემი სიმღერა, მაგრამ 25 წელი გავიდა, კარგი. გაგიხარდებოდა რომ აქტუალური არ იყოს. გამიხარდებოდა რომ აქტუალური არ იყოს. პოლიტიკურ რეალობაში. კი ბატონო. და ისე როგორც სიმღერა აუცილებლად იქნება. როგორც სიმღერა ახლა ამას იმდენი ფორმები. ერთხელ გავაზიარე რამდენიმე დღის წინ სტორიზე და აი რამდენიმე დღეას ვიღინებ. მარტო ჩემი ვერსია არის 1.7 მე მგონი ამისი და კიდე მე ვიღაცებისას ვისმენ და პრინსტონშიც ახალი ვერსია იქნება და იქნება პროტესტიც, იუმორიც, როგორც თქვი და ყველაფერი იქნება პრინსტონში ძალიან მაგარ სივრცეში და მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ ხიდების მშენებლობაში. ძალიან დიდი მადლობა. რა კარგია ცხოვრება როცა მოგაგო
როცა მოგაგონდება ის გავლილი წლები დაჯდები და თქმები და გათენდა და კიდევ ერთი დღე ვისთვის რატომ ან საიდან გელოდი მე ხომ ყოველთვის შენთვის მღეროდი გამახსენდა კიდევ ერთხელ რომ მიყარ ძალიან მაგრამ ვიცი შენ ჩემთვის ალბათ აღარ გცალია გარეთ სიბა თოვლის პანტელი ცვივა და დაბნეული ფირქი ეცემაციდან მე როგორ მინდა რომ ვიმღერო დიდხანს და შენზე ფიქრები არ გავატანო ცირკას ნისლი ბურუსი თუ უღრუბლოდარია იცოდე ყოველთვის შენსკენ მომიხარია და მე მიხარია და ვიცი რომ ბოლოს ხსნობა მოგიძღვრის ისნამს არი ვფიქრობ ბევრი და იცამე ის ვინც გწამს წამიც ერთია და ისიც ღმერთია სამყაროს განგებას ხომ მისი ხვედრია მაგრამ შენთვის სულ ერთია ვინ სად ან თუ როდის რისკავს დაველოდები ნამის კვერცისკას მოვეფერები დილის ფერიჟრას დაგრძნობას გიშმაშს გაჩუქებ შენ რომ გაგიწენო ლამაზი დღე მე გაჩუქებ შენ დამყარი გამოდგა ვერ გადავყარე ვაშლი ვიყიდე ერთ დროს სამუდრავე დამყარი გამოდგა ვერ გადავყარე ვაშლის გამყიდველო ოჯახ აშენებულო და მითხარი რატო მომყიდე დამბალი ვაშლი და მე ვაშლის გამყიდველო ქვეყნის გამყიდველო მითხარი რატო მომყიდე დამბალი ვაშლი და მე როცა მოგაგონდება ის გავლილი წლები დაჯდები და თქმები რა კარგია ცხოვრება როცა მოგაგონდება ის გავლილი წლები დაჯდები